პროგრამის ფარგლებში, მაგა საქართველოში ქალთა თანასწორ უფლებიანობის თემაზე მუშაობს. დღეს ის ჩვენი გადაცემის სტუმარია. მაგა დიდი მადლობა სტუდიაში მოსვლისთვის და თუ შეიძლება გითხარით რა არის ეს ენდი პარჰამოვიჩის პროგრამა და როგორ მოხდა თქვენი შერჩევა მაშინ? მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ სტუდიაში მოწვევისთვის და ამ თემით დაინტერესებისთვის. ჩვენთვის ქალთა უფლებების დამცველობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი არის, რომ მედია მუდმივად და კონსტრუქციულად იყოს დაინტერესებული ამ საკითხებზე ინფორმაციის მოგროვებით. რაც შეეხება ენდი პარჰამოვიჩის პროგრამას, ეს დაარსდა 2007 წელს. ენდი პარჰამოვიჩის საპატივცემულოდ NDI ერაყის თანამშრომელი და 2007 წელს ის ტრაგიკულად დაიღუპა ტერორისტული თავდასხმის შედეგად და 2007 წლის მეორე ნახევარში დაარსდა ენდი პარჰამოვიჩის პროგრამა მისი ოჯახის და NDI-ის ხელშეწყობით, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ქალების ჩამოყვანას ვაშინგტონში და მათი პროფესიული და პირადი განვითარების ხელშეწყობას, რათა ისინი უკან დაბრუნდნენ თავიანთ სამშობლოში და უკეთ შეუწყონ ხელი ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამ პროცესის შედეგად მოხდა ჩემი შერჩევა და მე ვარ მეშვიდე მონაწილე ენდი პარჰამოვიჩის პროგრამისა 2007 წლის შემდგომ. და პირველი საქართველოდან? და პირველი საქართველოდან, დიახ. ძალიან კარგი ლოცვა. მადლობა. საქართველოში დღეს პარლამენტარი ქალების რაოდენობა პროცენტული შემადგენლობა არის 12% პარლამენტში. ადგილობრივ მთავრობებში მხოლოდ 11%-ია ქალი. როგორ დარდება ეს მაჩვენებელი დასავლეთის სხვა ქვეყნებს, ევროპის ქვეყნებს და თქვენი აზრით რა არის შედარებით ოპტიმალური რაოდენობა ქალების? ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ევროპის უმეტეს ქვეყანას, განსაკუთრებით თუ კი დასავლეთ ევროპაზე გვაქვს საუბარი, მაგრამ EUTHOS მასშტაბით ერთ-ერთ ბოლო ადგილზე ვართ ქალთა წარმომადგენლობის თვალსაზრისით პარლამენტში და ეს მაჩვენებელი ასევე ჩამოუვარდება ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემებსაც. ამერიკის კონგრესში მხოლოდ 19.4%-ია ქალი და ორივე ქვეყანა ამ თვალსაზრისით ჩამორჩება ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის გლობალურ ინდექსს, რომელიც არის 22%. ამიტომ ორივე ქვეყანას ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს გასაწევი, რათა პროგრესი განვიცადოთ ამ საკითხთან მიმართებაში. რა იწვევს ამ დაბალ მაჩვენებელს და ესე დაბალ წარმომადგენლობითობას პოლიტიკაში? საზოგადოებრივი აზრი თუ რაიმე სხვა? რაც შეეხება საზოგადოებრივი აზრის კვლევას და საზოგადოების განწყობებს გენდერული თანასწორობის მიმართ, 64% საქართველოს მოსახლეობისა ამბობს, რომ საქართველოში არ არის გენდერული თანასწორობა. ან პრობლემის აღიარება ხდება. უფრო მეტიც, 78% საქართველოს მოსახლეობისა ამბობს, რომ მიესალმება პარლამენტის მიერ ისეთი ღონისძიებების გატარებას, როგორიც არის სავალდებულო გენდერული კვოტა, რომელიც გაზრდიდა ქალთა წარმომადგენლობითობას 30%-მდე მაინც საქართველოს პარლამენტში. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ საზოგადოების მზაობა არ არსებობს. ახლა საჭირო არის გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმაც, ასე ვთქვათ, დაუკავშირონ თავიანთი გადაწყვეტილებები საზოგადოებრივი აზრის განწყობებს. საქართველოს პარლამენტი განიხილავს საკანონმდებლო ინიციატივას კვოტებთან დაკავშირებით. თქვენ როგორც ორგანიზაცია როგორ აფასებთ ამ ინიციატივას? კვოტებს განიხილავენ როგორც ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან მექანიზმს მოკლევადიან პერსპექტივაში ქალთა რაოდენობის გაზრდის თვალსაზრისით საპარლამენტო ორგანოში. თუმცა კვოტების ეფექტურობა ხშირ შემთხვევაში არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად არსებობს მისი აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოები და პროცედურები და რამდენად მნიშვნელოვანი არის ის ეგრეთ წოდებული ზარალი ან ფასი, რაც პოლიტიკურ პარტიას მოუწევს გადაიხადოს, თუ კი კვოტების მოთხოვნებს არ დაეთანხმება. შემოთავაზებული ვარიანტი ამ ეტაპზე გვთავაზობს ქალების პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას 12%-დან 25%-მდე 2016 წლის მოწვევის პარლამენტში. პირველ ნაბიჯს რაც შეეხება, ალბათ ეს ინიციატივა თუ განხილვები, რომლებიც კვოტებს უკავშირდება, არის პირველი ნაბიჯი სინამდვილეში ამ მიმართულებით გადადგმული ასეთ დონეზე. ამის შემდეგ რისი გაკეთება შეიძლება და რას ურჩევთ თუ გაქვთ ასეთი რჩევები, თქვათ, ხელისუფლებისთვის, პარლამენტისთვის, რა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას?
ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ავიწყდებათ კვოტები არის საბოლოო მიზანი თუ საშუალება. კვოტები არის ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთი საშუალება, რომელიც გვაახლოვებს მიზანს, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ უფრო მაღალი ხარისხის გენდერული თანასწორობა. რა თქმა უნდა, კვოტები აუცილებლად უნდა იყოს აღქმული კომპლექსური მიდგომის ნაწილად, რაც გულისხმობს აუცილებლად საგანმანათლებლო რეფორმის ჩატარებას, რომელიც სწორად მიუდგება გენდერული როლების აღქმას კურიკულუმში, ასევე აუცილებელი არის სხვა ინსტიტუციური განვითარების პროგრამების განხორციელება, აუცილებელი არის პოლიტიკურმა პარტიებმა იზრუნონ უფრო დემოკრატიული შიდა ინსტიტუციების შექმნაზე და ეს ყველაფერი არის ერთობლივი ღონისძიებების ნაწილი. კვოტების მიღებით, რა თქმა უნდა, არაფერი არ სრულდება, პირიქით მან იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ბრძოლა. და როგორც წეღანა აღნიშნა, მნიშვნელოვანი არის არსებობდეს კვოტების აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანო და არსებობდეს სანქცია პოლიტიკური პარტიებისთვის იმ შემთხვევაში, თუ კი ისინი არ დაემორჩილებიან კვოტის მოთხოვნას.